ირაკლი. მოგწონს კექსი? დილით გამოვაცხე. ჯემი მოუხდა, ხო? გემრიელია. ხო? ძალიან გემრიელია. აიმე. და გინდა სამსახურში გაგატან? არა. კარგი, მაშინ საღამოს რომ მოხვალ, მე კიდე მიირთვი, შეგინახავ, ხო? სამსახურში წავიღებ. ხო? ხო. ძალიან კარგი მოგიზარდე. სამსახურში. ხო, მომზადე. ოღონდ სულ ჩაალაგე ბეღურა. სულ წავიღებ. ერთი დაჭერი არ დატოვო სახში, ისეთი გემრიელია. მიდი ბეღურა. შტობის რა? რა შვები, არ მიდიხარ სამსახურში? მე ხომ? ხო. მე კი მივდივარ სამსახურში. შენ ეს ვითხარი. შენ არ მიდიხარ შენ ახალ სამსახურში? მივდივარ. უფრო სწორედ, კი არ მივდივარ, მივფრინავ. აჰა. და კიდე უფრო სწორედ რო გითხრა, შემიტყავარ მანქანა. რა თქმა უნდა. ხო? რა თქმა უნდა, თავისთავად მე ხო იმიტომ დამინიშნა სახელმწიფო მანქანა და მძღოლი რომ ცოლის ნათესავები ვატარო აქეთ. აბა მარიკუნა, ისე როგორ გაუმართლა იმ ორგანიზაციას, სადაც ეს მუშაობს, არ ვიცი რა არის, ფიტნეს კლუბია თუ რა არის, არ ვიცი, გაუმართლა ძალიან, ეს რომ თლათ უпроსად არ დანიშნეს. კარგი. დათო, ეხა პირველი დღეა მაინც და ცოტა ხوار ნერვიულობ. კარგი რა, მარიკა რა. კარგი რა, რა მაქვს მე სანერვიული, ეს შევდის არის უკვე მე-12 პირველი დღე. ეგეც მართალია. ისა უზნაებ? არა. მადლობა. სამსახურში რო მეკდება შესვენება იქ შევა. დათო. მობრუნდი. მობრუნდი და თუ ჩემ წავიდით. სამსახურში. მივდივარ მე. მეჩქარება. ხო. შენც გეჩქარება. ახალი სამსახური გაქვს. ხო. ესე იგი, ბეღურა. ხوارფერი მჩება. მეც ხوارფერი მჩება. საათი მიკეთია. მეც მიკეთია. საფულე მაქვს. მეც მაქვს. ტელეფონი მიმაქვს. ტელეფონი მეც მიმაქვს. ბეღურას უნდა ვაკოცო. ბეღურას მეც უნდა ვაკოცო. მარიკა, მე მივდივარ ამ სახლიდან და აღარ მოვალ საერთოდ. მარიკა, მე მივდივარ სახლიდან და მოვალ საერთოდ. დათო, მოტრიალდი ზურგს. ზიკრისისკნენა. არა, მითხარი. არაფერი. ახალ სამსახურში მიდიხარო და გაჭირვებასო ზურგს ნუ შეაქცევო, პერუში იციან ასე, პერუში. კაი რა კაცო რა, კარგი რა. მაგვიანებს ისედაც და პერუში წამოდი გამოვწევი ერთი და. ჩამოდი. დაინგრეს. ვაიმე, მაგიდა გავტეხე. ვაიმე, რა გატეხე, დადეხე, წამოდი სახლს, კაცო, წამოდი, რა გატეხე. როგორ ხარ გურიტებო? გამარჯობა. ვაიმე, მაგიდა. პრებედინას მაგიდა. ხო, კეთინო არის. სახლში ვიჯექი, ტელევიზორს უყურეთ, რაც კარგი გადაცემა იყო და რაღაც უცებ მომესმა მაგიდის ფეხის მოტეხვის ხმა და გოგახეთქილი გამოვარ და ინახე რა აღელვებული ვარო. გიორგიან მიშიკო არ მოყოს ბავშვში. შენით, ბავშვი. ვაიმე.
რა მოკლედ შარშან თამარმა მოიტეხა ფეხი წელს მაგიდამ რა ვინ დავთარსასე და იმას იქა და რა მოუვიდა ნეტა როგორ მოტყდა ფეხი როგორ და ჯერ ერთი ფეხი მოტყდა სამი დარჩა გოშაცების ზაღლივით როგორ მოტყდა რა ვიცი ნეტა ხო ნეტა ვინ დარბოდა გარშემო და დამიჭირება ხო დამიჭირება ნეტა ჟივილხივილი აგვინახე მე რა ჩემი ბრალი არ არის და არც ვახოს ბრალი არ არის გატყდა ძველია და გატყდა ვისი ბრალია შენი იმდენ საჭმელს ალაგებს ზედ მოიყა და გატყდა უკაცრავა თქვენ გოგონი აქ რომ არ გერბინებთ თქვენ სახში ვერ ირბენდი კარგი ეხლა ქეთ ნუ გადამაყოლე რა მაგიდა და გაკეთდება თამა რა ვიფიქრე იცი როგორ უშვათ სამტრედიაში სამკურნალოდ რამინთან კარგი შენ ხო გიშველა და რა ვიცი კარგი ახლა ხარტულა რაღაცა ხარტულა ეხვეწები ერთი წუთი ხა მაიმუნობის დრო არ არის მიდი და გააკეთე მაგიდა მიდი მიდი და ვახოც მოგეხმარება თამა შენ გააკეთე და ვახოც მოგეხმარება ვახო ვერავის ვერ მიეხმარება ვახოს ეჩქარება სამსახურს ნამდვილად და მეც მეჩქარება სამსახურს ვერ სადაც ვერ ფეხს ვერ გაადგამთ ჯერ მაგიდა გააკეთეთ ორივე მიდი ჩქარა მიდი ფეხს ვერ გაადგამ მიდი გააკეთე კარგი არ არის პრობლემა მომეხმარება ხო აწიე მიდი მომეხმარე ნელა მომეხმარე დაიჭირე ეგრე კარგად გეჭიროს ხო გეჭიროს გამაკეთე კეთება მოდი ვისაუბროთ მოდი ვისაუბროთ შენ რაღა დაგიმართ ადამიანო იცი რა ვიფიქრე თამარ მოდი სამივე ფეხს მოხსნი და შეზომაზე დადგება შენ რა გაცინებს გადაი რაღაც ხარტულები რაღაცები მოიფიქრე რამე რომ მალე გავიდეთ სახლიდან მიდი მოიფიქრე რა უნდა ვახო ამას ორ წუთში გავაკეთებთ კეთევან თამარ პრობლემა არა იცი რა მანდ სამზარეულოში მე ბრტყელტუჩა მიდევს მიდი მოიტანე და რაღაცა კი კანჩიც მაგ ხო მიდი თამარი დარჩა თამარ მოდი სამზარეულოში ქვედა უჯრაში დევს ჩაქუჩი და მომიტანე რა შენ გენაცვალე რა მშრომელი ხარ კაცები დატო ვეკაცო საგლობა გედა ბახო არ გაიქცე გამარჯობათ როგორ ვტანდებით კარგი აჰა შენ როგორ დგიხარ რაც მიგიხარ ამ ხელა უმცროსი მენეჯერი კაცი რო გელაპარაკება შენ აი ეს ოჩახ მაგალია რა ვეცე ალო ირა მე ვარ როგორ აბარ ამცალი ხა ხო ხო ხდა რომ ამცალია რა რაც მიდიკო შენ სალაპარაკო მცალია ხო დიახ აი ესეთი უმცროსი მენეჯერი კაცი გირეკავდი დაკავებული ვარ შემაწუხე დამღალი უკვე კარგი ახვამდის კარგად ბრძანდებოდით ესეც ასე ეხლა ნახოთ აქ რა ეს რა ისმეთ ბატონო დავით ბატონო დავით ისა ბიჭი შემოდი ჩემთან ახლავე დივანი წუყოლია რა მაგარია რა გამარჯობა როგორ ბრძანდებით ჯერ კარგად მე ზაზავარ თქვენი თანაშემწე
დათო ალექსიძე თოსი მენეჯერი თქვენი უფროსი. სასიამოვნოა. საზა ხო? დიახ. საზა. რა მაინტერესებს იცი? აი ეს კუნთი ეს თქვენია ხო? დიახ. არავითარი თანაშემწე არ ხარ შენ ჩემი. არც მე რა ვარ შენი უფროსი. მოდი ამაზე თავიდან მე შევთანხმდით. ჩვენ ვართ უბრალოდ მეგობრები. ხო არც მეგობრები. დიახ. ძალიან კარგი. თქვენაირი უფროსი არასდროს ყოლია. ძალიან კარგი. აი თქვენ წინ ერთი კაცი იყო და სულ კამათობდით. ეხა სად არის? საავადმყოფოში. ბოლოს რაღაც ისეთი მითხრა ძალიან არ მომეწონა. ჯერ კაბინეტი მივანგრიე, მერე თვითონ. საზა, დიახ. საზა. რამე თუ ჩემგან გეწყინება? პირდაპირ მითხარი, არ მოგერიდო სიცოცხლე. კარგი, კარგი. ისა, რა მაინტერესებს იცით? ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ესე დაუშვათ. დიახ. იქნებდა ვიღაცა მე მაწყენინდა. თქვენ ხო დამიცავთ? რა თქმა უნდა. შეგაიყარე. მადლობა. ეს ის ოხი რა შეიცე. ესე იგი, ძალიან დიდი ბალტოა. კარგი, თავისუფალი ვარ? დიახ, თავისუფალი. უმცროს მენეჯერო. დიახ. თქვენი პერანგი რა, გევასად. რა, უფროსი მენეჯერული ხო ახლა ეს, რა? კი, მაგრამ დასვლილია. სად? ეს არა, მან დარა. უკან ხართ დასვლილი. პოიმე. რა ხნი ხამი, ჰა? ასეთი პერანგი სადვიარო ხამი, ჰა? რა გამაკეთე ხო პირველი დღე არის ისა თქვენთან ხომ და მეკნება. თქვენ ხომ არა გაქვთ გამოსასწრე შემთხვევით. მე? დიახ. მე არა, მაგრამ ჩვენთან საპატრულოს თანამშრომელი ვარჯიშობდა და ორი თვის წინ ფორმა დარჩა. თუ გინდა იმას მოგიდა. მარტოზე და? არა, მე მგონი მთლიანად, ფორსტები მთლიანად არის. მთლიანად ფორმა. ლიანა. ო. მომიტანეთ თუ შეიძლება. კარგით. ძალიან ეხლა. უმცროს მენეჯერო. დამოვიწყდა მეთქვა. რა? ამ ოთახში სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. და თუ რამე დაგჭირდა, შეგიძლიათ პირდაპირ კამერაში მანიშნოთ. მე სულ მონიტორს უყურებ. შეგიძლიათ ის მომიტანოთ პატრულის. მადლობა. კარგი. მაგარია რა ლაშა რა ოჩახრა რამდენი კბილი ამოუღია ამ თვეში ესე თუ გააგრძელა შემდეგ თვეში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 27-28 კბილი იქნება რა ოჩახში აღლაშა მობზადით შეიძლება ბატონო ვახტანგ რას მაიმონო არ დაიღალე მოდი კიდე ვიღალე მაგრამ ახო არქშია ჰა აუ რა გაქვს კი ახო ლობიანი გინდა თუ ხაჭაპური ლობიანი ხა ახო ცივი ლობიანი გინდა თუ თბილი ხაჭაპური მაინც ლობიანი ლაშა მოიჩა ახო კარგი იმერული ყველით გაკეთებული ტიპ-ტიპა ხაჭაპური თუ რაღაცა გუშინდელი გამხვარი ცივი ლობიანი რაღაცა რა ვიცი რაღაცა აი ესეთი ლობიოები რო ცივა გარე და შრომალი და კაი რო ხაჭაპური მომეცი რა ჰა ხაჭაპური მომეცი ოხ რა ტიპი ხარ ვახო რა ტიპი ხარ შენთვის რო არ ამოარჩიო კარგი არ შეიძლება არ ვიცი რა არის ცივია ლაშა იმდენ ხაზი რჩევდი გაწივდა და რა ვიცი უკაცრავად კლინიკის დირექტორს ვეძებ. მოგძანდით.
აბა დაბრძანდით. აბა რამ შეგვაწუხა? ისმენთ? დასაჭერი ხართ ყველანი. ვით უმეტეს თქვენ დირექტორი. ასეთი ცუდი მომსახურება რო გაქვთ კლინიკაში. დირექტორი რა ახლა ერთ-ერთი თანამფლობელი ვარ მე როგორ გავს ხასიათებით ერთს, ორს. სხვათა შორის მე თქვენზე ვარ გაპრეზენტებული. ჩემზე? დიახ, ჩემზე. კბილი მტკიოდა. ემის მაგივრად თუ გემკუნალოთ პირდაპირ ამომიღეთ. მოგიო. თქვენ მითხარით რომ ამომიღეთო, მე რა შუაში ვარ, მომბრძანეთ და მითხარით ამოსაღებია ამომიღეთ, ამომიღეთ, მე რა შუაში ვარ. რას ქვია რა შუაში ხართ? თქვენ ექიმი ხართ. ვარ. მე პაციენტი. ხართ, ნუ. რატომ უნდა დამიჯერო მე ამოსაღებია თუ არა კბილი? აბა ხა. რატომ უნდა საღი იყო თუ რა იყო? მოდი შევკაცო, რაღაცა კარგი. ერთი თამარი მყავდეს გვერდით, მე რა ხავდა ეს რა. არა, ვერცად მოვიგედიოდეს მე თუ ვინატრებდი თამარს. ამა თუ ყურერთი რა. მე აქ ნერვები მაწყდება, თქვენ კიდე ჭორაობთ, ხო? ჭორა? ბაცადეთ. არა, ჭორაობთ რა. ჭორაობა რა. რა მოსატანე ჭორაობა, რა მოსატანე. რა სადრეკავს? მე რა ვიცი სადრეკავს. ერთი წუთი თუ კაცრავად. მე ხომ ამოგიღეთ თქვენ კბილი. სხვათა შორის თქვენი სურვილი სამეფო. აქ ცოტა ესე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დავავიწყდა მე თქვა, თქვენთვის არ შეიძლება ლაპარაკი ერთი კვირა. მინიმუმ არ შეიძლება ეხა განახებთ მე თქვენ რა. ტელეფონზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ გამოსხივება. რადიაცია. ნუ ლაპარაკო. დაკავებას. მიდი ეხლა მოიფიქრე რამე. ცოტა ხანი გაუძელი. უკაცრავად საჩივრების ციგნს მოგიტანთ იქნებ გაერთოთ. შეგეშინდათ, ხო შეგეშინდათ. განახებთ მე თქვენ საჩივრების ციგნს. შეგვეშინდა რა. აბა დავწყნარდით უკვე? რა დამაწყნარებს? მომატყუეთ, გამძარცვეთ. და რა ფასებია? გაუღიმე. ნუ ღელათ. თუ რამით უკმაყოფილო ბრძანდებით, ჩვენი კლინიკის დირექცია ყველაფერს გამოასწორებს. არა, რა უკმაყოფილო, უბრალოდ ავშფოთდი. წავალ მე. ნანიკო გაგაცილებთ. მე გაგაცილებ კი. გაცილება გამოსდის, გაცილებით კარგად. ნანიკო, რა საერთოდ. ბეძე ვართ გადარჩენილები რა. ინგლისურსა. აუ, ეს ტელეფონი დარჩა და მიდი რა დაეწიე რა მიდი. თავი დამანებე მე მაგასთან მეორე დამლაპარაკებელი არა ვარ. კარგი შენ კიდე ამოგევიდა კაი ხომ მე გაუტარო. წავიდა ნანიკო. კი, წავიდა. მადლობა ნანიკო. მადლობა რა. არაფრის ბატონო ლაშა. მაგრამ მე რამდენად? მე რამდენად ხო? დავიღალე, მეც 1000 საქმე მაქვს. არა, საქმე გაქვს, ბევრი გაქვს საქმე. კი. ხო, ტელეფონის ნომერი დამიტოვა, შემოგიტანთ და თქვენ თვითონ დაურეკეთ. მაგიტოვა, კიდე მაგას დაგიტოვა ტელეფონის. კი. ქეითუ, თამრი! თამრი! რა გინდა გოგომა? თამრი, ოდი აბა ნახე. გავაკეთე და ნახე აბა როგორია აბა. ნახე აბა. აბა, კარგია. რა ვიცი ხა ქეთუ ტრამპლინს თუ აკეთებდი კარგია. რა ვქნა ახლა, რა ვქნა? მე გოგო ვარ და მეტი არ შემიძლია, რა ვქნა, რაც არის? განებე თავი. აი მე როგორ მერიდება ჩხეიძეების რა. რისი გერიდება? მაგიდა რო უნდა ვთხოვოთ. დილა ადრიანი, მარიკა რო დამადგა, დილა უთენია 7 საათზე, ირაკლის შინდის მურაბა მოუნდაო, ის არ იყო უხერხული და ის არ იყო მოსარიდებელი. მე ვიდა რომ თავისი იყო, რას გამოეკიდა? რას გამოიკიდა? გამარჯობა გოგო. გამარჯობა ამირა, გამარჯობა. იურეს ვაკეთებ. 1-5-6 კატლეტი მასესხეთ რა. მე მგონი ეს დაგცინი. არა, რატო დაგცინით? არა. კარტოფილი მაინც მომეცით, მაშინ პიურეს გავაკეთებ. აი მე ამირან
კმაყოფილი ხახვი და კვერცხი, ხო იცი სად დევს სამზარეულოში. შედი და შენ თვითონ აიღე. კარგი, შენ არ შეწუხდე? მე შევალ. დიახ. კეთო ამირანი. დავინახე. გოგო მაგიდა და ამირანი. ბაიმი არც გავხსენებია. ბაიმი მოიცა არც გავხსენებ. მოიცა მინდი. რაკენი? რა ვიცი. ერთო მიკეთო? რას ვერთობი მაგიდას ფეხი მოწყდა და ვერ ვაკეთებ. ხო და ვფიქრობ ეხლა ვინმე ხო არ ვიციან, ვინმე ხომ არ ვიცნობ, ვინც მაგიდას ფეხს გაუკეთებს და გაამთელებს და რა ვიცი. რაღაცა ეს ხელი ამტკივდა. ავერეთ დავასვენებ. ხო, კარგი ამირან, კარგი, აბა გაიხურე რა კარიდაში. ხო. კეთო, ხო და რას მიყვებოდი ნანიკოზე რაც გიყვებოდი და რა კარგი. ხო ესე რა კარგი გოგოა მე თავს ნანიკო გეუბნებოდი როგორი ლამაზი საყვარელი ჭკვიანი და სად აქვთ ამ ბიჭებს წყალები მეთქი. არა. სადა? ოი ახალი ხო? მაგიდას აკეთებს და გაგიფუჭდათ არა? ხო აი ფეხი მოტყ ხო? მე ვიცი ეგ როგორ უნდა გავაკეთო. მე მიდი და გააკეთე. მომიცი ამას დაგიჭერე მე. მოიცი, ჯერ მითხარით ეხლა რას ამბობდით ნანიკოზე? რას ამბობდით? აბა ჯერ შეგვითხარი ამირან როგორ არის შენი და ნანიკოს ამბები? აბა მიდი. რა ვიცი. ჩემი გაკეთებული რემონტივით. როდის ჩამოიშლება კაცმა არის. მაიმე, ნუ მიედმოედები ეხლა რაღაცებს და ნუ დაიწყე პოეტობა რა. აი ეხლა დათამა რას პოეტობ რა პოეტობა. SMS-ებიც გაუგზავნე და ურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს. ვაი, ეთყობა დააღალე ის გოგო ამირან და ნომერი შეცვალა. შეწუხდა, გადაირია. ხო, არა? ხო, და შეცვალა. უნებრივია. თქვენ არ იცით ახალი ნომერი? ახალი ნომერი გინდა ნანიკოსი? ხო რა. ახალი ნომერი კი გვიწერა, მაგრამ არ მცალია. მოიცა. აი ესა გოგოებო, მოიცადეთ რა. მე გავაკეთებ ამას და თქვენ მიდით ნანიკოს ახალი ნომერი მოძებნე. მოდი. წამოდი ქეთუ გამოიყევი სამზარეულოს კედელზე მაგ მიწერილი. მოდი. მიდით თქვენ მოძებნეთ, მე ამას გავაკეთებ. აი ეს. იპოვეთ? შენ გააკეთე? არ ვაკეთებ, ჯერ არა. ხო და ჩვენც ვეძებ. ანუ მისმენთ ამბე იუზას ნომერი დომის. ეგ არის რა. ვაიმე ამირან დიდი მადლობა არ ვიცი ეს სიკეთე როგორ გადაგიხადო. ნანიკოს ნომერი უნდა მომცე. ნანიკოს ნომერი? ხო, ესე იგი 877. ამირან, ეხლა მომისმინე მე. მე ვფიქრობ ჯობია მოგცეთ ნანიკოს მისამართი. მიხვალ უმღერებ რაღაცა იქ ხარ. მისამართი გირჩევნია რომ მისამართი უფრო კარგი. აბა რა. ხო და მაშინ წამოდი ეხლა ჩემთან საკეტი მაგაფუჭებული გააკეთე და მოგცი. მიდი. ადეგი მოგეზარებ. სამსახურის მერე კარგი ალუდია რა. ხო არ გავართულოთ ცოტა. ასასი, არა ლაშარა, ძალიან დაღლილი ვარ ეხლა და არაყი რო დავლი 2-ად მომეჩვენება ყველაფერი არ მინდა. არა ესე მართალია კი 2 თამარი ნამეტანია. აჰა, პეტო. გაუმოდი. როგორ ხართ? ლუცვავთ? ლაშა. ცოტა ხوار გავართულოთ, არაო, რა 2 თამარის გეშინია, ხო? პეტო. ერთი ლუდი მომიტანე მაშინ რა. ერთი ლუდი. რეკავს რაღაცა, ხო? ახ შენი ტელეფონი რეკავს რა მგონი. არა. შენი ტელეფონი რეკავს გონი? არა. მაშინ შენი შარვალი ბღერის. ნახე რა. რა. ვაი, ეს იმის ტელეფონია? ვისი და ამისი კმაყოფილი პაციენტის, ჩემ კაბინეტში დარჩა.
რას ლაპარაკო? გამარჯობათ, კეთილი იყოს მოგზანება ჩვენს ბარში მოხარული ვარო, სწორედ ჩვენ ბარში შეაჩერეთ არჩევანი. ხო ამაზე ფიქრობდი სულ. ერთობით არა? მიირთით. ერთობით რა ეხლა? ლოცვა. მომპარეთ არა? არა ბატონო, რა მოგპარეთ, დაგჩათ. დაგჩათ. ო, სხვას რა სიტყვით, მომპარეთ, ხო? თქვენთან ბოდიში. თქვენ განახეთ ეხლა. მომპარეთ, ხო? ეხლა. ვერ არის ეს რა? მოიცე. ვინ იყო ეს? ყურადღებას ნუ მიაქცე ვირაკლი ერთი. ავით ინტრიგანი კლიენტია ჩემი და მოვიდა დღეს სამსახურში აგვაწიოკა, დაგვაწი ერთი ამბავი. რომელ სამინისტროში დარი? რომელ სამინისტროში? სპორტში არ დავრეგე, კაცო? სპორტში. სპორტის სამ. მოიცე. იმასთან დავრეგე? და ეგრევე აგიყვანეს სამსახურში? მაგარი ვარ რა. მე ირა მართლა მაგარია იცი? ეხლა რომ მოვდიოდი ხო გზაჯვალედინზე დავდიქი. ხო და ხალხი რომ ხედავდა კაცები რომ მძღოლები რა ეგ იმას იკრავდნენ აქვია ღვენს. ერთი წუთით მოხალხე. ზამაგა ნუ ზიხარ ზურგში მოხდნენ გაწოდე და ეს ყოჩი. ძალიან მაგარია რა. და მე რა ელებს ვაკეთებდი კიდე? ეს თქვენი ლუდია? მიირთვით. მალე. რასაკეთებდეთ? რასაკეთებ ესე რომ დაგინახო ლუდით რო სვავდ და ესე დაგაჯარებებენ შე. მოკლედ ამის შიშებმა შემჭამა რა. დაიჭირე. დაიჭირე. მოგესალმებით, ლეიტენანტი ლოლაძე. ეხლა აგიხსით რა შესაქმე იცით რა მე დილით სამსახურში წავედი ხო უკან პერაგზე მქონდა ჯემი და უკაცრავად ბატონო უფროსო ლეიტენანტო ვერ შეგამჩნიეთ ბოდიში ბოდიში ბატონო უფროსო ლეიტენანტო ვერ შეგამჩნიეთ თავისუფლად როლად დაიჭირეთ. კი ბატონო, ამას თავისი პროცესები აქვს ჯერ ალბათ საბუთი. ერთი წუთით უბრალოდ ლეიტენანტო მე გავაყვე ამას უფროსი ლეიტენანტი. კი ბატონო, მაგრამ ეს ჩემი კვადრატია და თქვენ სამ კვადრატში ხართ? არა. არა გენაცვალე. მისი კვადრატი სულ სხვაგან არის. 4 წელი არ გამოდის იმ კვადრატიდან. გასავთ, თქვენ რომელი ქვედანაყოფიდან ხართ? მე, დიახ. მე მეორე. ვა, მეც მეორედან ვარ, მაგრამ არ მეცნობით. ეკი არა. მეორე. მე აქ ნერვები მაწყდება, ესენი კიდე ჭორაობენ. დაიჭირეთ. ერთ წუთი მოხალხე. რას ისევ ჭორაობთ? ჩვენ საუბრობთ. ესე გამოძიებით საქმე. უყურეთ თქვენ რა მოხდა საერთოდ ამიხსენ. ტელეფონი მომპარეს. სად არის ტელეფონი? აი. მაჩვენეთ ტელეფონი. არა, არ მოგუპარე. ესა თქვენ ტელეფონი. კი. ნამდვილად ის. კი. ამას მე დავიტოვებ როგორც მტკიცებას. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. თამაში აქვს? აბა დაუბრუნე ახლავე პატრონს ტელეფონი. გენერალია ეს.
დაუბრუნე. გამოვართით ბატონო, გამოვართით ჩვენ არანაირი გაუგებრობა არ გვინდა. აიღეთ თქვენი ტელეფონი, არაფერი არ ჭირს ამ ტელეფონს, როგორიც დატოვეთ ისეთი დაგრუნდეთ, წამბრძანდით სახლში და იცხოვრეთ მშვიდად და ხანგრძლივად. კი მაგრამ ერთი წუთით ეხა სანამ კარხასიაძე ვართ, ჩვენ ეს ლეიტენანტები და გენერალი ძალიან გქონთ და დაგტოვეთ ჩვენ კვადრატში. მიბრძანდით. ვიცი, ჩემთან ბოდიში, ვიცი. მიბრძანდით. უმორი ამას. კი მაგრამ ოქს მე მივხედავ უფროს ლეიტენანტი. თავისუფლად არის. ნახონ. მაგარია რა. გადაგვარჩინა, შენ გაიხარე რა. გადაგვარჩინა და თუმცა მოდი გადარჩენის დავლიოთ. გადარჩენის. აჰა. ბეტო. ბატონო. რამე სერიოზული მოგვიტანე რა. სერიოზული რომელი? ასასი სერიოზული ასასი თუ ბოთლი სერიოზული თუ ასასი? ბოთლი სერიოზული. აუ ლაშა. ინა მიუთხარი რა. თხოვა თამარმა არ დალიოდა. ამან ხო შეგვჭამა რა, დათო. ეს ოჯახური ძალადობა ხო შეგეხმარა. ბატონო უფროს ლეიტენანტო. ძარცვა ქავთარაძეზე გამოძახება უნდა წავიდეთ სასწრაფოდ. დარი? ძარცვა ქავთარაძეზე გამოძახება უნდა წავიდეთ. მე რა შუა რა. შეიარაღებული ძარცვა ჩვენს კვადრატში უნდა წავიდეთ. ისას. ამცალი ეხლა დაგავებულია. ოქმიო და ეს. დიახ, აუცილებლად უნდა წავიდეთ. იარაღი ხო თან გაქვთ? არა, იქ მაგ. ბატონო. საქართველო მე პირობა მოგესალმება. კეთო. აი მიგინე. კეთო. ჟელატინი მინდა, ხო გაქვს შენ? მაქვს და რა გინდა? ხო ბლომანჟეს ვაკეთებ და. აი მე ვგიჟდები ბლომანჟეზე. ხო რა ვიცი თუ გამომივიდა? თამარ. ბატონო. თამარ. ნახე რა აბა. მე მგონი ამას მეტი აღარ უნდა და მითხარი რა ნანიკო რა ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშაა დაბადებული. შედიქეთევანთან იქ და კარადაში თაროზე ჟელატინი ჩაყარა და მე იმასაც გეტყვი რომელი პლანეტა მფარველობს. ჟილეს უკეთებს ზემოთ ჟელი. აი რა ქნას ახლა იცი რა მე ვეტყვი დღის ბოლოს მარსი მერკურჩი ემირამედი და მეხმარე. ხოლმე ასე დაუძახებ მომეხმარე ისე მიმილაგას ახ.